$1,000,000 ნამდვილად ვერ მომცემდა სიმშვიდეს. ყველაზე მეტად თუ ვცდილობ რამე არ იყოს ჩემს ცხოვრებაში, არის ფოთი. რა მომენტში გაჩნდა ის დაავადება? ჩემი დიაგნოზი არის საბავშვო ბაღი იმასთან შედარებით, რა დიაგნოზებიც არსებობს სამყაროში. აქმა ყველაფერი და არა მოვლენა. მოვლენა თავისთავად მოხდა მაგ დიაგნოზზე ჩემ მოედანზე ეხა უკვე ბურთი, მე ამას აღვიქვამ ტრაგედიად თუ ამას აღვიქვამ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა რა. გაწვედი გაუფასურება რაღაცეების ჩემი საყვარელი ტაქტიკა. გივი გიორგაძე ბაბლჰედის პოდკასტის თანაწამყვანი, რომელსაც მრავალწლიანი კორპორატული გამოცდილება აქვს, მათ შორის სადაზღვევო კომპანია იმედიელის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. მე ვაპროტესტებ სიტყვა წარმატებას. ჩემი დეფინიციით წარმატება არის საკუთარი სურვილების და მიზნების მიმართებით პროგრესი. როგორც კი შენ აძლევ სხვას უფლებას განსაზღვროს შენი წარმატება, უკვე წარუმატებელი ხარ. რას ურჩევდი ის ადამიანს, რომელსაც უნდა ეს ყოფილი, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს? ეს არის კანადელი კომიკოსი, ის ამბობს, რომ ძალიან შორს თუ იხედებიო, თვალის კუთხეში რაც ახლოსა აქვე ბრილიანტი, ის შეიძლება გაგეპაროს. კარიერული საფეხურები გაიარო და რაღაც კარიერულ აღიარებას მიაღწიო თანამდებობის კუთხით. კიდევ ერთხელ მე არ ვიცი რა უნდა ქნა, მაგრამ მე მგონია რომ რასაც არ უნდა აკეთებდე ცხოვრებაში, არასოდეს არ გაუკეთო სხვა ადამიანს ის, რაც არ გენდომებოდა რომ შენთვის გაეკეთებია. თავს ალბათ ვერ დავდებ, მაგრამ 99%-იან გარანტიას ვიძლევი, რომ ამ პრინციპით ცხოვრებაში აღმოჩნდება, რომ ადამიანები არ გერჩიან და გეხმარებიან. მეგობრებო, სამ ეპიზოდის ყურებას დაიწყებთ, ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა გითხრათ. პირველ რიგში მადლობა, რომ ალაიქებთ ვიდეოებს, აკომენტარებთ და იწერთ არხს, მაგრამ YouTube ანალიტიკა მიჩვენებს, რომ არხს ვინც უყურებს იმის 75% ჯერ ისევ არ აქვს გამოწერილი ეს არხი. ამიტომ თხოვნა კიდევ ერთხელ შეამოწმოთ და დააჭიროთ subscribe-ის გლახს, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის და მე პირობას გაძლევთ, რომ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე დავიხვეწებით და კიდევ უფრო მაგარ ეპიზოდებს შემოგთავაზებთ. ახლა კიდევს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. გივი, მადლობა, რომ მესტუმრე. მადლობა შენ. პირველ რიგში კითხავ ეგეთ რაღაცას, რომ აი, რა უნდა ვიცოდე შენზე, შენს წარსულზე, ბავშვობაზე, რომ უკეთ გაგიცნო, მივხვდე ვინ ხარ და როგორ მოხვედი იქამდე, ანუ შენი გზა რო უკეთ გავიცნო, აი, რამ ჩამოგიყალიბა ეგეთი აზროვნება, რამ დაგაყენა ამ გზაზე და ეს ყველაფერი რო გავიკო, რა უნდა ვიცოდე? რა რთული კითხვით დავუწყეთ. რა უნდა იცოდე ჩემ ბავშვობაზე? ეგ რომ გაიგო? არ ვიცი. ალბათ ის უნდა იცოდე, რომ ბავშვობით უკმაყოფილო არ ვარ. კმაყოფილი ვარ ბავშვობით და არ მაწუხებს არანაირი გადაუჭრელი საკითხები ბავშვობიდან მოყოლებული. და შეიძლება ეგ არის ერთ-ერთი ალბათ დიდი უпростоრად განმაპირობებელი იმისა, დღეს რა ხედვა მაქვს ამ სამყაროსი რა. ხო, ალბათ კარგი იქნება რომ თქვა რომ არაფერს არ ვუწყეინები ვარ ბავშვობაში, რომ რამეზე გავბრაზებული ყავი, რამეში გულისხმობ, ცხოვრებაზე გავბრაზებული ყავი და დამეწყო შეჯიბრი ცხოვრებასთან რა. ესეთი კმაყოფილი პირობებში გავიზარდე და შესაბამისად ალბათ განაპირობა ჩემი აღქმაც. კარგი. და იცი რა მაინტერესებს? ძალიან მაინტერესებს შენი კარიერული გზა. ანუ როგორ დაიწყე, რაზე ფიქრობდი, რაზე ოცნებობდი და დღეს სად ხარ? დავიწყე, ხო, მოვყვეთ მაშინ თავიდან. იდეაში ვარ იურისტი განათლებით. შესაბამისად დავიწყე მუშაობა ძალიან დიდი ხნის წინ. როგორც იურისტმა ხმამაღალი იქნება, მაგრამ იურიდიულ დეპარტამენტში მიმართულებაში უფრო ეგრეთ წოდებული პარალეგალად რა. შემდეგ ისე მოხდა, რომ იმ სამსახურში მოვყევი შემცირებაში ძალიან პატარა ვიყავი და უცნაური იყო საერთოდ ჩემი მუშაობაც კი მაგ ხრივ და შემდეგ ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მივედი გასაუბრებაზე სადაზღვევო კომპანიაში. მაშინ არსებობდა ეგეთ სადაზღვევო კომპანია ბრიტანეთი კავკასია, BCI ერქვა, რომლის შედეგიც არის დღეს ძალიან დიდი სადაზღვევო ჯგუფი ჩვენს ბაზარზე. მივედი ამ გასაუბრებაზე როგორც გაყიდვების მენეჯერი და პრინციპში მაქედან დაიწყო თუ შეგვიძლია დავარქვათ კარიერა, მაქედან დაიწყო კარიერა და გავყევი ამ გზას,
გაყიდვების მენეჯერიდან ყოფილების ხელმძღვანელობამდე, ხელმძღვანელიდან დეპარტამენტის დირექტორობამდე და ასე მივყევით მე, რა თქმა უნდა, გადახვევები ინდუსტრიის გარეთაც მქონდა. ცოტა ხანი ტელეკომუნიკაციებში შევყავი ცხვირი, ცოტა ხანი ენერგეტიკაში. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ამ ინდუსტრიიდან ყველაზე დიდი გადასვლა იყო საბანკო სექტორი, სადაც 7 წელი გამოვიდა, რომ ვიყავი, შემდეგ ისე დავბრუნდი დასხევაში. აჰა, გასაგებია. და ეხა კიდე რას მინდა შევეხოთ რა? შენს ამ კარიერულ გზაზე რა მომენტში გაჩნდა აი ის დაავადება, როდის გაიგე შენ ამ შესახებ ერთ პოდკასტს უყურე, როგორც გითხარი და ანუ მან ისაუბრე გაფანტული სწორად ვამბობ, ხო? და ანუ შეგიძლია კარგად ამიხსნა რა არის პრაქტიკაში როგორ გამოიხატება, შე როგორ შეამჩნიე და მოკლედ ვინც არ იცის რომ იმათთვის გასაგები იყოს ეს ყველაფერი. კი ბატონო, არ გამოვდგები კარგ ამხსნელად ეხა, მაგრამ შევეცდები ესე მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, აუტოიმუნური დაავადება. და მარტივად არის ის, რომ ზიანდება იმპულსების გამტარი გზები და შესაბამისად ტვინი უჭირს დავალებების, უბრალოდ დავალებებს რო იძლევა ტვინი, ყველგან ეს დავალებები არ მიდის შეფერხების გარეშე. ბევრგან არ მიდის შეფერხების გარეშე. რაც შეეხება როდის, მე მგონი ეკითხე ხო? ნაწილში აი როდის და როგორ ზუსტად ტელეკომში გადახტომას დაემთხვა ეგ ამბავი, ტელეკომში რო გადავხდი, უბრალოდ მე გავიგე იქ, თორე მანამდე ერთ წელი თურმე ამ დიაგნოზით დავდიოდი, უბრალოდ მე არ ვიცოდი რა. და ეგ მოხდა მაგ დროს, ამდენს ვიყავი, გამოდის კი არა და ვიყავი 21 წლის. ხო, 21. და აი რეალურად როცა ადამიანს დაუდგინდება რაღაც განუკურნებელი დაავადება, არის ხოლმე ვარიანტები, რომ აუდგე, გადავწყვიტო, რომ მე ამ გზაზე არ გავჩერდები, წავალ მაინც წინ და მეორე ვარიანტი არის უბრალოდ მსხვერპლის როლი გქონდეს და მიხვდე, რომ აზრი არ აქვს ბევრ რაღაცებს და უფრო სხვა რაღაც პრიორიტეტებზე გადადიან ხოლმე. აი შენ რა მოგცა ძალა, აგირჩია რომ არ გაჩერებულიყავი და დღეს მოსულიყავი იქამდე სადაც დღეს ხარ. რა ცოტა მერიდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, გაკუთხით მერიდება გეტყვი. არ მაქვს ეგ აღქმა, რომ რაღაცა განსაკუთრებული ძალისხმევა დამჭირდა და რაღაც განსაკუთრებულ გამოწვევას შევეჯახი, ესე რომ ვთქვათ რა, არ მინდა რომ ისე დავხატო, რომ დიდ წვალებაში ვიყავი და ან ვარ და რაღაც სერიოზული ნაბიჯი გადავდგე. არც მაშინ აღვიქვამდი ეგრე, არც ახლა აღვიქვამ ეგრე და აი სულ პირველი კითხვა რომ დასვი, ზუსტად მაგან დამაფიქრა მაგ კითხვის პასუხზე რა, ხო? ალბათ არ ვარ ისეთი ბავშვობიდან გამომდინარე, არ ვარ სამყაროზე გაბრაზებული და არც ამ შემთხვევაში მიმიღია ეს პირად შეურაცხყოფად სამყაროსგან რა, ანუ ხდება ხოლმე რა, მთელი იდეა ამ ცხოვრების არის ეგ, რომ რაღაცები ხდება. კარგი და ეხლა რომ მოგიწევს შეხვედრა იმ ადამიანთან, როდესაც გაიგო რომ ესეთი რაღაცა დაუდგინდა 21 წლის ასაკში. რას ეტყოდი მაგ კითხვის? ვეტყოდი იმას, რომ მაგას მართლა სერიოზულად პრაქტიკულ რჩევას მივცემდი, ვეტყოდი, რომ არ გააჩერო ფიზიკური აქტივობა. მაგას ვეტყოდი ძალიან ისე გულწრფელად, იმიტომ კი არა რომ რაღაცაში დაეხმაროთ, რამეს უშველი და თუმცა მგონია რომ დიდი ალბათობაა რომ ძალიან ისე პრაქტიკულ რაღაცეებში დახმარებოდა რა. ფიზიკური აქტივობა არ გააჩეროს, მაგას ვეტყოდი აუცილებლად. დანარჩენი კმაყოფილი ვარ როგორც მიუდგა ცხოვრებას ის ტიპი. აჰა, შვენიერი. იცი რა მაინტერესებს და ამ ყველაფერმა რამეში ხელი შეგიშალა აი კარიერის მხრივ. თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც დაგეგმილი გქონდა? რა, მანდაც ისე ვიტყვი, დაგეგმილი სიმართლე რომ გითხრა, არც არაფერი არ მქონია რა, მქონდა
მოდი ეს თქვა დაგეგმილში ალბათ გულისხმობდი მიზანს, პოსტში მე ესე აღვიქვი რა. დაგეგმილი არ მქონდა სურვილი, მქონდა რაღაცის კონკრეტულის ან არაკონკრეტულის მიღწევის მიზანიც დავარქვათ რომ მქონდა, რაც შეეხება ხელი შემიშალა ცალსახად არა და ხშირად მგონია რომ ცოტა ხელი შემიწყო რა. იმიტომ რაღაცებს ვერ ხსნი, მგონია რომ ხელი შემიწყო ზუსტად ამ საკითხმა რა. პრინციპში ალბათ ხო ხელი შემიწყო უფრო მეტად, იმიტომ რომ ბევრ რაღაცის მიმართ არ ვიცი ამ სამსახურებაა თუ არა, მაგრამ ბევრ რაღაც მიმართ ამ ცხოვრებაში გაცილებით უფრო მსუბუქი დამოკიდებულება ჩამომიყალიბა, ვიდრე შეიძლებოდა მქონოდა. ჩემი ვარაუდია ვერ გავტესტავთ, იმიტომ რომ სხვა ალტერნატიული გივის რეალობა არ ვიცი. ვა, ისე ეხლა რასაც გისმენ, მაინც რაღაც უფრო პოზიტიურად უყურებ ამ ყველაფერს და რაღაცა ის არ გაქვს რა. და მაშინ ეს რაღაცას კითხავ, რა მოგცა ამ გაფანტულმა სკლეროზმა ისეთი, რასაც ვერც ერთი მილიონიანი რამე ვერ მოგცა, $1,000,000 რასაც ვერ მოგცემდა. $1,000,000 ნამდვილად ვერ მომცემდა სიმშვიდეს. რაც ზუსტად ვიცი რომ ვერ მომცემდა, დღესაც ეგრე მგონია რომ ვერ მომცემს და ერთ-ერთ პოდკასტში საშამ რაღაცაზე საუბრობდით და საშამ გითხრა კაცმანმა რომ ქვეცნობიორშიო თუ გეშინიაო ფული შოვნის ან არ გინდა ფული შოვნაო ვერცი შოვიო რა და მაშინ უთხრა რომ მე მგონი მე ვარ ეგეთი რა, იმიტომ რომ მილიონი რო ახსენე, აი ზუსტად ვიცი რომ მილიონი შოვნა უზარმაზარ ფორიაქს მომიტანს თან რა. ხო, ასე რომ ამან მომცა სიმშვიდე და დამოკიდებულება ბევრად უფრო მსუბუქი ცხოვრების მიმართ, ვიდრე შეიძლება კონდეს საშუალოდ. საქართველოს ბანკი მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის დაწყების მსურველებს თავაზობს რეგისტრაციის პროცესის გამარტივებულ სერვისს. ანუ საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლის გარდა ბიზნესი დაარეგისტრირონ საქართველოს ბანკის ფილიალებში. ეს სერვისი ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გარდა ამისა, ბანკის ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისას მომხმარებლები სარგებლობენ სპეციალური cashback შეთავაზებით, რომელიც რეგისტრაციის სტანდარტულ საფასურზე ვრცელდება. კერძოდ, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებელს გადახდილი საფასური სრულად უბრუნდება. ხოლო შეპესეს რეგისტრაციისას მომხმარებელი იღებს საფასურის 20%-იან cashbacks. ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთ სივრცეში გაიაროს რეგისტრაციისთვის ყველა საჭირო პროცესი და დაზოგოს დრო. რეგისტრაციის შემდეგ კი მომხმარებელს ადგილზევე შეუძლია ბიზნეს ანგარიშის გახსნა და სხვა საბანკო პროდუქტებით სარგებლობა. მეტი ინფორმაციისთვის ლინკს დავტოვებ აღწერაში. ერთხელ შენ ახსენე, რომ ჩემს ცხოვრებაში შფოთი არ არსებობს. არ ვიცი რამდენად მესმის რას გულისხმობ, ყველაზე მეტად თუ რამეს თუ ცდილობ რამე არ იყოს შენ ცხოვრებაში, არის შფოთი. ალბათ ესე უფრო ვიტყვი, ხა ვერ ვიტყვი რომ შფოთი არ არსებობს რა. ნამდვილად რობოტი არ ვარ და არის უბრალოდ ყველაზე მეტად რასაც ვცდილობ რომ პრევენცია რისიც ვცდილობ რომ მოვახდინო და რასაც ვცდილობ რომ არ მქონდეს, არის შფოთი. და ადამიანი ხარ რომელიც გუყურებს რა და უნდა რჩევა მიიღოს მაგაზე, რომ შფოთი როგორ დაამარცხოს. შენ რამე გაქვს, რაღაც შენი ფორმულები, ხრიკები ამოხსნილი, რითიც უმკლავდები მაგას ხოლმე. იცი მე არ მგონია რომ რამე ფორმულა მქონდეს, მე უბრალოდ გავაზიარებ, მე რა მგონია რომ მეხმარება რა. მე მგონია რომ მეხმარება ის რომ ძალიან მყარი რწმენა წარმოდგენა მაქვს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფრის ალბათობა არსებობს. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ალბათება ზოგჯერ არის რაღაცის მეტი, ზოგჯერ არის ნაკლები. შესაბამისად ყველაფერი რასაც ვაკეთებ, მიმართულია რომ სასურველი შედეგის ალბათობა გაიზარდოს და არა სასურველი შემცირდეს. და რაზეც საერთოდ არანაირი გავლენა არ მაქვს, იმის დაშვებას ვაკეთებ, რომ შეიძლება მოხდეს და წინასწარ მაქვს გააზრებული რომ ეს სურპრიზი არ უნდა იყოს რა. მოხდა და მოხდა. დამთავრდა ეგ ამბავი, უნდა გადავეწყო ახალ რეალობას. რამე ის გაქვს, აი მაგათად ეხლანდელი გივი, ძველ გივის რო შეადარო რა ერთი 10-20 წლის წინანდელს. ის მომენტი რომ რაღაც პრიორიტეტები, აი რაზე აღარ ხარჯავ დროს, აი პირდაპირ კითხავ, აი ადრე მაგალითად რაღაცას მიიჩნევდი რომ აი ეს რაღაცებს აკეთებდი, ახლა ხვდები რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დროის კარგვაა და ეხლა მირჩევნია რომ აი
ამაზე ვფოკუსირდი, აი თვითგანვითარების მიმართულებით, რამე თუ გაგეფილტრა, რამე ახალი საინტერესო თუ აღმოაჩინე შენთვის? არ მგონია რომ ანუ ამ თუნდაც დიაგნოზმა ან თუნდაც რამე მაგდაგვარმა შეცვალა ჩემი გემოვნება, ესე ვთქვათ, მგონია რომ უბრალოდ რაღაც ბუნებრივი განვითარების გზის შედეგია ის, რომ დღეს ვარ დაინტერესებული იმით, რაც მაგალითად საერთოდ არ ვიყავი რითიც საერთოდ არ ვიყავი დაინტერესებული 10 წლის წინ ან 15 წლის წინ რა. რომ გითხრა რომ რაღაცაზე ვხარჯავდი დროს, რომელზედაც ეხა აღმოვაჩინე რომ ფუჭია და აღარ დავხარჯავ, ალბათ ტყუილი იქნება, ისევ ვხარჯავ რაღაც სისულელეებზე დროს, როგორც ვხარჯავდი ადრე, ან ისევ არ ვხარჯავ სისულელეებზე დროს, როგორც არ ვხარჯავდი ადრე. ეს სისულელეც ხო ძალიან პირობით იცნებაა, უბრალოდ რა მეხალისება და რა არა მაგაზეა საბოლოო ჯამში მიდგმული. რაზეც არ ვხარჯავ დროს, არასწორი ფორმულირება ეს ერთის მხრივ რა, რაც ნაკლებად უფრო და უფრო ნაკლებად მეხება არის არ ვხარჯავ ენერგიას საზოგადოებრივ დასტურის მოპოვებაზე, ასე რომ ვთქვა, საზოგადოების დასტურის მოპოვებას. არაფერს არ ვაკეთებ ისეც რომ ეხლა მაინდა-მაინც დიდი კრიტიკის ხარცხლში გავეხვე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ქმედებები არ არის განპირობებული პირველ რიგში საზოგადოებრივი დასტურის მოპოვებით რა, არის განპირობებული ჩემი კონკრეტული ხედვის და მიზნების საჭიროებით. ახალგაზრდობაში უფრო ნაკლებად ალბათ. ხო. შენ ერთგან თქვი, რომ როდესაც ეს დაავადება როცა გაიგერო გჭირდა. თუ როცა პირველი სიმპტომი იყო არ მახსოვს, აი ტერფებს ვერ გრძნობდიო. კი. ეგ არის ჩემი პირველი სიმპტომი. აი ემოციურად როგორ იყავი მაშინ, როცა აი ეგეთი რაღაცა უკვე დაიწყო რა, აი პროცესი დაიწყო. ხო, იცი რა, სიამოვნებაში ძალიან მსუბუქად, იმიტომ რომ მან დროშია სხვაობა რა, ჩემთვის დაბუჟებული ტერფები არ იყო რაიმე დაავადების სიგნალი რა, იყო უბრალოდ კონკრეტული სიმპტომი, რომელიც მილიარდი რაღაცისგან შეიძლება ყოფილიყო განპირობებული. იმ მომენტში ჩემი ღრმა რწმენა იყო, რომ უბრალოდ არის უცბად რო თქვა, საახალწლო ნაბახუსების შედეგი. უბრალოდ იმდეხანს გასტანა ნაბახუსებისთვის, იმდეხანს გასტანა ამ ყველაფერმა რა, რომ მერე გამიჩნდა, სერიოზული კითხვა, რომ მოიცა რაღაცაშია საქმე რა, ეგრე არ გამოვა. კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით არანაირად არ წავსულვარ ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით. უფრო რაღაც ვენების და ანგიოლოგიისკენ წავედი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ეს იყო დისკომფორტი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დისკომფორტი, იმიტომ რომ მეგონა რომ ნებისმიერი ფეხსაცმელი მიჭერდა რა, შეგრძნება მქონდა ეგეთი, რომ აი ყველა ფეხსაცმელი რაც არ უნდა შემეცვა მიჭერდა. და რომ დავდიოდი ორიზომით პატარა ფეხსაცმელში რომ გატარო, სულ ეგ შეგრძნება მქონდა და ნუ ეხა არ იყო ნამდვილად სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სერიოზულზე არ წაუყვანივა რაღაცა სერიოზულისკენ და ძალიან ისეთი მარტივი გადაწყვეტა მეგონა ამ საკითხის. იცი რა მინდა გკითხო, ძალიან ხშირად უკვე მიწერენ ხოლმე, ძალიან ბევრჯერ მოკლედ სტუმარს ვეკითხებოდი ხოლმე წიგნებზე რა და უკვე დამიწერეს, რომ წავიკითხეთ უკვე ძველი წიგნებიო და რამე ახლებით შემოგვამატეო რა და საუკეთესო ვისაც შემიძლია ვკითხო, ალბათ შეხარ, იმიტომ რომ ბაბლჰედი განთქმულია თავის პოდკასტებში წიგნებით. შენ დამოკიდებული მომითხარე ჯერ ამ ყველაფერთან. წიგნებთან როგორ ხარ? როდის დაიწყე, რა ტიპის წიგნებს კითხულობდი და აი ყველაფერი რომ მითხრა და ბოლოს ტოპ 3 შენი წიგნის რომ მოყოლო, გამიხარდები. ნუ საუკეთესოობას ვერ შევიფერებთ, ბევრი გვაქვს ჯერ წინ. რა შეეხება წიგნებს და პირადად ჩემ, ასე ვთქვათ, ურთიერთობას, როგორც ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემი თაობის უმრავლესობა წიგნი დაიწყო როგორც მხატვრული ლიტერატურა, აუცილებლად ჩემ ბავშვობაში ან ჩემ ახალგაზრდობაში, ასეთი არამხატვრული
მოდი ვთქვათ, ბიზნეს ან პირადი განვითარების მიმართულებით ლიტერატურა რაღაცა რთული წარმოსადგენი იყო. დაიწყო როგორც ხატრული ლიტერატურა, ვერ გეტყვით რომ განსაკუთრებული გულმოდგინე მკითხველობით გამოვირჩეოდი როდესმე, ვერც იმას ვიტყვი რომ არ ვკითხულობდი, ძალიან საშუალო არითმეტიკული მკითხველი გახდით. და მგონია რომ ახლაც არ ვარ რაღაც დიდად გადახრილი მაგ ხრივ. შემდეგ უკვე პრინციპში ახაც მე მაგ ტვინში ესე დაკავშირებული კონკრეტულ მოვლენასთან ბანკში ყოფნისას ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელად მოვიდა ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, რომელსაც სრულიად სხვა გამოცდილება ჰქონდა, სრულიად სხვა წიგნების ბაზართან ჰქონდა წდომა, იმიტომ რომ არ ცხოვრობდა საქართველოში ეს ბოლო წლები და მან დაიწყო ჩემთვის გაზიარება აი ამ რაღაც სრულიად ჩემთვის ახალი ბაზრის, ლიტერატურული ბაზრის და მახსოვს რომ ერთ-ერთი პირველი წიგნი, ალბათ პირველი წიგნი, რომელიც მან მირჩია და წავიკითხე, ძალიან ცხელი თემა იყო, იმიტომ რომ ეს 2009 წელია სადღაც და Lehman Brothers-ი გაკოტრდა და უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი გაკოტრდა და ეს ჩვენთვის იყო რაღაც უდიდესი მოვლენა რა. და მან მირჩია სულ ახალი გამოსული წიგნი, რომელიც იყო ამ ისტორიაზე დაწერილი რა. და მაშინ წავიკითხე ეს წიგნი ძალიან დიდი ინტერესი და მან მივხვდი რომ თურმე საოცრად საინტერესო ისტორიები და წიგნები იწერება და არაფერ შუაში არ არის, გინდა თუ არა ხატრული ლიტერატურა უნდა იკითხო და გინდა თუ არა კლასიკა უნდა კონდეს წაკითხული და ასე შემდეგ და ასე ნელ-ნელა შემდეგ უკვე მისი დიდი რეკომენდაციებით და მერე უკვე თვითონ მოძიებით შევყევი ამ საქმეს. შემდეგ უკვე ლევანმა გადაიბარა ეგ ფუნქცია, ასე რომ დავარქვათ, რომ ჩემთვის გაეწია რეკომენდაცია რა წიგნი წამეკითხა, მეც საპასუხოდ დავაბრუნე ჩემი რეკომენდაციები და ასე ნელ-ნელა მივედით იქამდე სადაც ვართ დღეს რა. აჰა, და რომელ სამ წიგნს გამოარჩევდი? ხო, მოდი ესე ვქნათ რა, მაშინ ისა ხატრულ თავს დავანებებ, იმიტომ რომ იქ ცალკე სია დღესდღეობით ვიტყვი რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამაც მოახდინა ჩემზე ბოლო წაკითხულებიდან განსაკუთრებით ეს არის გავლენა, კიალდინის გავლენა, რომელიც საოცარი მიგნებებით სავსე წიგნია ეგ ერთი. მეორე, რომელიც ძალიან ახლოსაა ერთის მხრივ იდეურად ამ წიგნთან, მეორე არის იფიქრე სწრაფად იფიქრენელა დენიელ კანემანის ამ წიგნმა საერთოდ ძალიან შეესწოთ გაოგნებული დამტოვა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. და მესამე რასაც ვიტყოდი, უბრალოდ ჩემი ვთქვათ პირადი ფავორიტია, გარნიშნავს რომ გინდა თუ არა რომელიმეს შეედრება, ასე ვთქვათ, გინდა თუ არა ისაი მიგნებების ხარისხით, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ბიზნესის გული, რომელიც პირველი წიგნია, რომელიც ჩვენ თარგმნეთ და გამოვეცით, ძალიან მიყვარს ბიზნეს გული და მესამეს ვიტყოდი ბიზნეს გულს. თუმცა აი ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი ხა ბოლოს რაც თარგმნეთ და გამოვეცით ნავალ რავიკანტის ალმანახი. ეგეც ფანტასტიკური საკითხავია და ფანტასტიკური წიგნია და ფანტასტიკური სიბრძნე აქვს მე თუ მკითხავ მაგ წიგნს რა. კარგი, მოდი ეხლა ცოტა ლიდერობის თემას მინდა შევეხოთ. აი შენი აზრი მაინტერესებს, როგორია შენთვის კარგი ლიდერი? ჩემთვის კარგი ლიდერი, ისევ წიგნზე მივედით. ჩემთვის კარგი ლიდერის დეფინიცია მე ვისესხე და შეიძლება არ არის ეს ამომწურავი დეფინიცია და ბევრი ადამიანი შემეგამათოს და მივიღებ ყველანაირ შეგამათებას, მაგრამ ჩემთვის ძალიან ვთქვათ საყვარელი დეფინიცია არის სამწუხაროდ ავტორი მე მგონი სატონია Good Boss, Bad Boss ქვია წიგნს და იქ აქ ჩემი აზრით იდეალური დეფინიცია ლიდერის, არა დირექტორის, არა მენეჯერის, არა ამ შემდეგ, არამედ ლიდერის რა. თუ ადამიანებს რომლებთანაც შენ ნამუშევარი გაქვთ, ყველა სხვა თანაბარ პირობებში უნდათ კიდევ ერთხელ შენ დაქვემდებარებაში მუშაობა, ესე იგი კარგი ლიდერი ხარ.
თუ არა, ესე იგი არა, ანუ შესაბამისად რა. ანუ თუ გავითვალისწინებთ, რომ ფინანსური ნაწილი ან სხვა ესეთი ტექნიკური ნაწილები არის თანაბარი და ორ დამქირავებელს შორის ეს ადამიანი არჩევს შენთან მუშაობას, შენ გუჩი ყოფნას, ესე იგი კარგი ლიდერი იყავი იმ მომენტში, როდესაც ამ ხალხთან მუშაობ. კრიპტოვაჭრობა დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. სწორედ ამ გზაზე მნიშვნელოვანია აარჩიო სანდო ბირჟა, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ მინდა გაგაცნოთ ჩვენი ეპიზოდების სპონსორი, საერთაშორისო კრიპტო ბირჟა XT, რომელსაც უკვე მილიონობით მომხმარებელი ყავს. XT-მ ჩემი გამომწერებისთვის გააკეთა საბონუსო სისტემა, ვინ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით და გაივლით მარტივ ვერიფიკაციას, თითოეულ თქვენგანე მიიღებთ $20 სავაჭრო თანხას. ამ თანხის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ბირჟაზე ვაჭრობისას და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ თანხის ზემოთ რასაც მუშაობთ, ამ ყველაფერს მარტივად გაანაღდებთ. ამიტომ თუ ხარ დამწყები ტრეიდერი და გინდა გატესტო შენი ცოდნა, ვფიქრობ ეს არის იდეალური შესაძლებლობა. ამიტომ მიჩქარეთ, ადგილები არის შეზღუდული, ლინკი იქნება აღწერაში. მიზნების დასახვასთან როგორ ხარ წეღან რაღაც თითქოს ისე ახსენე, რომ რაღაც თითქოს გრძელვადიანად არ ვიციო რა მოხდებაო რა. და აი მოკლე პერსპექტივაში, აი მაგალითად 1 წლის მიზნები, ნუ 1 წელი არ ვიცი რამდენად მოკლეა და რამდენად დიდი. არა, ის არის. ხო, არ ვარ პირდაპირ უნდა ვთქვა, ეხა არ გამოვირჩევი დისციპლინით მიზნების დასახვასთან მიმართებაში რა. არ მაქვს ეს რაღაც ხედვები საკუთარ თავთან, საკუთარ მომავალთან დიდად. ძალიან მოკლევადიან გამოწვევებზე ვაკეთებ ხოლმე ფოკუსირებას რა. კიდევ ერთხელ არანაირი ის არ მაქვს შეფასება, კარგია, ცუდია, მაგას არ ვამბობ, რომ ტყვები ჩემ მიდგომას რა. არ მაქვს გრძელვადიანი მიზნები, არ ვისახავ რაღაც მრავალწლიან სტრატეგიას რაღაცა დიდი მიზნის მიღწევისთვის, როგორც წესი, ძალიან მოკლევადიან მცირე წარმატებებს ან წარმატებლობებს ფოკუსირდები ამაზე. ეგეთი ჩემი უსაყვარლესი ალბათ ის არის გამოსვლა, მანჩკინ მე მგონი ქვია ამ ადამიანს. ეს არის კანადელი კომიკოსი, რომელიც გამოდის ერთ-ერთი უნივერსიტეტის commencement speech რა ქვია ქართულად, დამთავრების ცერემონიალზე ამბობს, გამოსვლა აქვს. მიმართავს სტუდენტებს, რომლებმაც დაამთავრეს და იქ ასე ვთქვათ, გამოსვლა არის აგებული 9 ცხოვრებისეულ გაკვეთილის გაზიარებაზე რა. და იქ ერთ-ერთ გაკვეთილად საოცარი გამოსვლა ამბეთ თუ მკითხავ და ყველას გირჩევთ რომ ნახოთ და უყუროთ. იქ ერთ-ერთ გაკვეთილად არის და ისიც იგივეს ამბობს რომ მე არ ვარ ფოკუსირებული რაღაც დიდ მიზნებზე და საოცარ დიდ შორეულ იდეებზე რა. მე ვარ ფოკუსირებული მიკრო გამოწვევებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, ყოველდღიურ იდეებზე, ყოველდღიურ საჭიროებებზე, ყოველდღიურ სურვილებზე. და ამას ხნის იმითი რომ ძალიან შორს თუ იხედებიო, თვალის კუთხეში რაც ახლოსა აქვე ბრილიანტი ის შეიძლება გაგეპაროს. ამიტომ მე ვმირჩევნია რომ აქვე გარშემო ვიყურო, აქეთ იქით, ვიდრე ძალიან შორს ვიყურო. შეიძლება ისე გამომდის, მაგრამ მეც ვიზიარებ უფრო ამ დამოკიდებულებას და ამ იდეას. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. კარგი, მაშინ მოდი ეგეთ რაღაცას კითხავ. რეალურად ჩვენ ინტერნეტში ხშირად უყურებთ ხოლმე, რომ აი წარმატებას რო უნდა მიაღწიო, უნდა იყოს დისციპლინირებული და ისახო მიზნები და აი ბევრ რაღაცას ჩამოთვლიან. შენ როგორც წეგან თქვი, რომ ანუ ამ ყველაფერში დიდად ვერ ხარ რა მიმართულებით, მაგრამ შენი აზრით აი შენ რა გეხმარება წარმატების მიღწევაში? აი რო შეაჯამო ხარ, რომ გაანალიზო შენი გავლილი გზა, რა იყო ის მომენტი გარდა იმისა, რომ პატარ-პატარა მიზნებზე იყავი ფოკუსირებული, კიდევ რა იყო რაც გეხმარებოდა ამ წარმატებაში? სხვა შორის ვერ გეტყვი რომ ვიყავი ადრე ეგეთი დღეს მაგ უფრო ეგ განწყობა არ მგონია რომ ავიცი 24-25 ასაკში ეგრე ყოფილიყავი მაშინ ალბათ ვიყავი. მაშინ კიდევ უფრო საინტერესოა რამ გამოიწვია მაგ აზრის შეცვლა რომ ეგრე აღარ უნდა ვიყავ, რაღაცნაირად შეიცვალა, რა მოხდა ეგეც საინტერესოა. ხო, არ ვიცი რა მოხდა, მე მაინც დავაბრალებდი ამას იმ ცხოვრებამ რაც გავიარე ასაკმა, ის რაც წავიკითხე, ის ვისაც მოусმინე, ეგეთი ტვინწყობა მე მიმიყვანეს და რა თემაც შენ წამოწია არის
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა რა. მე ვაპროტესტებ სიტყვა წარმატებას რა. უბრალოდ ვაპროტესტებ სიტყვა წარმატებას იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც, იმ კონოტაციით, რა კონოტაციითაც როგორ წესი მოვიხმართ რა. და კითხი რას გულისხმობ? ანუ წარმატება გვაქვს დაყვანილი რაღაც როგორ წესი და თუ ეგრე არ არის, მითხარი რომ არა, ეგრე არ არის რა. წარმატება გვყავს როგორ წესი დაყვანილი ორ განზომილებიან მოვლენამდე რა, ფინანსური და კარიერული წარმატება და თან პლუს ეს ორი რაღაცა როგორ წესი ერთმანეთთან თითქოს იკვეთება რა. და მე ვაპროტესტებს მაგ ამბავს რა, იმიტომ რომ წარმატება ჩემი დეფინიციით წარმატება არის საკუთარი სურვილების და მიზნებისთან მიმართებით პროგრესი. და კიდევ ერთხელ X შევეხები ეხლა დამოვიწყდება ყველა სახელი და გვარი. რა ქვია კაცო? ბრენე ბრაუნი. ის გამახსენეთ. ბრენე ბრაუნი თავის საოცარ წიგნში დერთული და ეგეთი რამე თქვა და მაგრა შემეხო. როგორც კი შენ აძლევს სხვას უფლებას განსაზღვროს შენი წარმატება უკვე წარუმატებელი ხარ რა. მე არ მგონია სწორი რომ ვიღაცაზე თქვა წარმატებული აქვს წარუმატებელი. მე ხო არ ვიცი იმას რა მიზანი ქონდა. ასე რომ და პლუს კიდე რაში წარმატებული და წარუმატებელი. ცხოვრების ყველა სფეროში გვაქვს რაღაცა სურვილები, რაღაცა ხედვები, რაღაცა მიზნები და იმის მიხედვით ვართ წარმატებული ან წარუმატებლები რა. მე საშუალოდ რო გადავხედო ჩემ ცხოვრებას გონია რომ საშუალოდ წარმატებული ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით რა სურვილის და რა ხედვაც მქონდა უფრო მეტად მივახციე, ვიდრე ვერ მივახციე. მაგრამ მაგალითად თუ ავიღებთ ფინანსურ დომეინს, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრების რა, მნიშვნელოვნად წარუმატებელი ვარ, იმიტომ რომ აი ძალიან შორს ვარ იმ მიზნისაგან და წარმოდგენისაგან, რაც მქონდა თუნდაც ახალგაზრდობაში, როცა ასე ვთქვათ, გეგმებს ვაწყობდი, ესე რომ ვთქვათ რა. ასე რომ მე ამ ვთქვათ, არ იმავშვები, ვერ ვარ კომფორტულად ამ ასეთ ფორმულირებებთან რა. რაც ეხება კარიერა რო ავიღოთ, მაგალითად, კი, გეთახმები კარიერაში, მე მიმაჩნია რომ წარმატებული ვარ, იმიტომ რომ დოკუმენტი მაქვს 10 წლის წინანდელი, რომ მე და ჩემმა ჯგუფელებმა, უცხოელმა ჯგუფელებმა მაგისტრატურას რო გავდიოდით, რო დავამთავრეთ მაგისტრატურა, დავწერეთ, აბა 10 წელიწადში ვინსად იქნება და დოკუმენტი მაქვს, რომ იქ დავწერე თურმე მართლა, რომ 10 წელიწადში ვიქნები მსხვილი კომპანიის CEO რა. და ეგ დოკუმენტი ფოტო მაქვს გადაღებული რა და ეგ ფოტო რო ამომივარ და რო დავხედე, ხო, 10 წელიწადში კი არა, მაგ დაწერილიდან 3 წელიწადში გამოვიდა რომ მიიღწე ეგ მიზანი. ხო, კი ბატონო, მან და არ ამიშავს თვლი რომ წარმატებული ვარ. ოჯახში ოჯახური დავარქვათ. ძალიან წარმატებულად მიმაჩნია ჩემი თავი, აი ძალიან წარმატებულად, იმიტომ რომ მყავს რაც მინდოდა, მეუღლე და შვილები, რომლებიც ყოველდღე აღფრთოვანების გზნობას მიჩენენ. კი, ძალიან წარმატებული ვარ. ჯანმრთელობაში ძალიან წარუმატებელი ვარ. ანუ ძალიან ისეთი არ არის ჩემთვის წარმატება ერთი დომეინის საკითხი რა, ცოტათი. გლობალური საკითხია. იცი, ეხლა ისევ ამ თემას მინდა შევეხო, რომ აი მე რეალურად ეგეთი მომენტი მაქვს რა, რომ უსმენ ამ წარმატებულ ადამიანებს, წიგნებს ვკითხულობ, რაღაცა და ყველგან არის რჩევები, რომ რაღაც იყავი დისციპლინირებული მიზნები და ასე შემდეგ და რეალურად აი ვინც გავიც, ნუ ყველას არ მინდა შევეხო, მაგრამ აი ცოტათი ამ პოდკასტების დახმარებით რომ შევიხედე, ანუ ბევრი აღმოჩნდა, რომ ეხლა ცდილობენ რომ უფრო დისციპლინირებულები გახდნენ, ზოგი არა, ზოგი საერთოდ ხვის არის და ვფიქრობ, რომ ტყუილად ხო არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ანუ ტყუილად ხო არ ვცდილობთ თქო აი ამ დისციპლინირებულობას და ამ ყველაფერს. სიმართლე გითხრა, არ მგონია და გეტყვი რატო არ მგონია რომ ტყუილად ცდილობ და გეტყვი რატო არ მგონია. მე ესე აღვიქვა, აი მაგ ხალხის ნასაუბრებს, ვიზეც ეხა შენ საუბრობ. აი როგორც შემკითხე რა სეტყოდიო ახალგაზრდა გივისო დიაგნოზი რო გაიგო რა მეც გონია რომ ესენი გვეუბნებიან ეს ხალხი გვეუბნება იმას მაინდა-მაინც იმას კი არა რა მიიყვანა ისინი წარმატებამდე ფინანსურ მიმართულებით თუ კარიერაში გვეუბნება რეტროსპექტივაში რო შეხედა ზუსტად იმას გვეუბნება რა აკლდა და რო ქონოდა რა მიიყვანდა
უფრო მალე ან უფრო დიდ წარმატებამდე და ამიტომ გონია რომ ის ხალხი ამ ხრივ ძალიან სანდოა რა. მე საერთოდ ეგრე მგონია რომ რაც არ გამოგივიდა, იმაზე უფრო მეტი შემიძლია გასწავლო, ვიდრე იმასაც შეუულია, მაგრამ ვისაც რა გამოუვიდა რა, იმიტომ რომ ვისაც გამოუვიდა ის ბევრად უფრო ვარდისფერ ფერებში ხედავს როგორც წესი ამ გზას, შეიძლება ვწდები, მაგრამ ეგრე მგონია. აი რო არ გამომივიდა და რო ვიწვალე და რო შევასკდი წინაღობებს და რო მოვიმტრიე ცხვირი და რო მომიმტრიე ფეხი, მე რო შენ ამას გაგიზიარებ, ჩემ ახმაში ეგ უფრო შეიძლება უფრო არა, მაგრამ მინიმუმ იგივენაირად ღირებული ცოდნა და გაზიარებაა, ვიდრე მე რა მაგარი ვარ მოგიყვედა როგორ ხენი ეს და როგორ ხენი ის. ასე რომ ის ხალხი, ვინც გვეუბნება რომ დისციპლინაა ხალხმა უმნიშვნელოვანესი, მე მგონი ზუსტად იმიტომ გვეუბნება რომ კი ვარ დღეს აქ, მაგრამ აი რას შევცვლიდი, როცა დავიწყე, უფრო მეტად დისციპლინირებული ვიქნებოდი და უფრო მალე მივიღებდი ამ შედეგს. მე მგონი მაგის თქმა უნდა, შეიძლება მე აღვიქვა მეგრე, მაგრამ მე ეგრე მგონია. რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც ახლა რთულ პერიოდს გადის? მე ძალიან გამიჭირდება ყველას თავისი რთული აქვს რა და ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის რომ რაღაცა უნივერსალური მიდგომა შევთავაზო, თუმცა მე ვეცდები და არა მარტო სირთულის მქონე ადამიანების მიმართ რა. მე გუშინ მქონდა ზუსტად ამას საუბარი და მე ძალიან დიდი დაჯერება მაქვს ამ აზრის რა. არის რაღაცები რაც ხდება ფაქტობრივად ხდება, ანუ ფაქტია რა, რა ვიცი, მაგალითად გაწვიმდა, ეს არის ფაქტი, აქ სხვა არაფერი არ არის საჭირო. წვიმა მოდის, მორჩა, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული ეს წვიმა არის კოკისპირული ახმაში, კოკისპირული ხეში წარყნა, წაგვიღო, დედა საშინელება ხდება, საიდან ვერ გავალ, დედა ამ წვიმაში, აი მე მაგალითად ვარჯიშზე არ მივდივარ თუ წვიმს რა, ნუ ხო სისულელე აბსოლუტური, მაგრამ ჩემ ახმა ესეა რომ წვიმაში ვარჯიშზე ვერ გავალ. ასია ყველაფერში რა. ამ წვიმას ჩვენ აღვიქვამთ როგორც ტრაგიკულ მოვლენას თუ როგორც ოკეი, წვიმა რა ფიზიკის შედეგია, ფიზიკის კანონების შედეგია. გაწვიმდა, ოკეი, ხა ამ წვიმას მოვერგოთ და ადაპტაცია განვიცადოთ წვიმასთან და გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. აი ერთ-ერთი მაგას ურჩევდი ყველას რა, რომ სინამდვილეში უმრავლესობა ჩვენი ცხოვრების არის ჩვენი აქმები ფაქტების. ფაქტები ხო არის თავისთვის, იმას ვერაფერს ვერ უშვები. მაგრამ ჩვენი აქმები განაპირობებს მერე ჩვენს რეაქციებს რა და უკნინა უნდა გამოვიდეთ რა, როგორი რეაქცია რო გქონდეს, იქიდან გამოვიდეთ და შესაბამისად ახმა გავასწოროთ რა. გასაგებია. ეხლა მინდა ერთ ძალიან კარგ თემას შევეხო. წელან შენს ახსენე შენი ოჯახი რა. 26 წელია ერთად ხარ შენი მეუღლე, ხო სწორია? ნამდვილად. და ეგეთი რაღაც მაინტერესებს. მე ხა ვარ 24 წლის რა და აი მომავალი წინ მაქვს და უკვე მეც ნელა უკვე რაღაცა ოჯახი შექმნა, კარიერა ამ ყველაფერზე ვიწყებ ზრუნვას და დღევანდელ სამყაროში რა, როცა ეს განქორწინებები ძალიან ხშირია. როცა აი განსაკუთრებით კიდე ახალგაზრდები რა, როდესაც ქორწინდებიან, ხშირია ხოლმე მაგათთანაც დაშორებები და აი ეგეთ რთულ სამყაროში მეშინია მე მაგათაც შეხედვა უკვე რომ ამ ხელა სტატისტიკა ამ ხელა ისა ამ ხელა ვისენი და რა იქნება შენი საუკეთესო რჩევა მეორე ნახევარის პოვნაზეც ალბათ და ამ გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე. ჯერ შევთანხმდით რომ ვერანაირ რჩევას მეორე ნახევრის პოვნაზე მე ვერავის ვერ მივცემ. ეგერ მე იმიტომ რომ შენ ახალგაზრდა იყავი, ახალ კი მე და მეუღლე ვართ ჯგუფელები. ხო. ანუ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარეთ, 1 სექტემბერს რომ მივედით, იქ გავიცანით ერთმანეთი რა და იქედან წელიწად ნახევარში, წელიწად რამოდენიმე თვეში დავქორწინდი და იმის მერე, როგორც შენ აღნიშნე, 26 წელია წარმატებით ერთად ვართ. რა შეეხება შენს კითხვას, რა უცნაური ფრაზა უნდა ვთქვა, მაგრამ შენი თაობის შვილები მყავს. შენი ასაკის შვილები მყავს და ასევე ამ შვილებიდან ერთი პატარა, მაგრამ ორი მყავს შენი თაობის. ოჯახი არა აქვთ მათაც ჯერჯერობით და ალბათ იგივე კითხვა აქვთ მათაც, არ ვიცი. სიმართლე გითხრა ვერაფერს ვერ ურჩევ,
და არც ჩემი ეს არც მოსულა რჩევა რა. მე ძალიან კვეთრად და მკაცრად მჯერა იმისი, რომ ყველამ თავის ცხოვრება უნდა იცხოვროს რა. მე შემიძლია რჩევა მოგცე თუ ხედავ რომ მანქანა გირწყამს და შენ ვერ ხედავ ამ მანქანას და გითხრა რომ ბიჭო გაიწიე მანქანა გირწყამს, მაგრამ ეგ მესმის, მაგრამ რჩევა როგორ იცხოვრო შენი ცხოვრება, მე მგონია რომ დიდი უმადური საქმეა რა. მე ჩემი ცხოვრება ვიცხოვრე, ჩემ კონტექსტში ვიცხოვრე, ჩემი რეალობა მქონდა და ეხლა მე რანაირად უნდა მოგცე შენ რჩევა რომ აი ჩემზე იცი რა მემუშავა კარგად, ჯგუფელის ცოლად მოყვანა, ხო აბსოლუტურად სისულელეა რა, სიგიჟია ეგ რო გითხრა რა. მე მგონია რომ უბრალოდ შენი ცხოვრება უნდა იცხოვრო, ოღონდ ერთი დათქმით რა. აი, ავიცი, რჩევად თუ გინდა ჩამითვალე. არ მივაქცევდი არანაირ ყურადღებას სტატისტიკას რა. ფინანსურ ინვესტიციას ხო არ აკეთებ კაცო. ოჯახს გქონი რა, ანუ რა მშობა გვინ გაშორდა, ვინ არ გაშორდა რა. შენი უნდა, ანუ პირადად შენ არ მოგმართავ ამ შემთხვევაში ყველას. ანუ შენი გასაკეთებელი, შენი რწმენით გაქვს საცხოვრებელი, შენი დაჯერებებით და აქმებით. ეხლა ვიღაცა გაშორდა, ვიღაცა არ გაშორდა, მე არ მგონია რომ საერთოდ რამენაირად შენი პრობლემა იყოს. ოკეი. კარგი, ეხლა ესეთ რაღაცას გკითხავ. შენი აზრით, ანუ ადამიანს უფრო დიაგნოზი ანადგურებს თუ ის ფიქრები, რაც აი მაგის შემდეგ მოდის ხოლმე? იცი რა, ცალსახად ფიქრებს ვიტყოდი, ანუ აღქმას მაგას გულისხმობ რა, აღქმა დიაგნოზის. მე მგონი დიაგნოზი იქნება კი არ ნებისმიერი მოვლენის. ცალსახად მაგას ვიტყოდი, უბრალოდ ძალიან თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე არ ვიცი მაგალითად დიაგნოზ გააჩნია რა. მე არ ვიცი მაგალითად როგორი სიმძიმით გაწვევა ადამიანს დიაგნოზი ეს ახლა ჩემი დიაგნოზი არის საბავშვო ბაღი იმასთან შედარებით რა დიაგნოზებიც არსებობს რა სამყაროში რა. მე არ ვიცი ბევრად უფრო რთული დიაგნოზების ძალა როგორია და ძალიან თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან რაღაც მტკიცება არა. მე გეტყვი ჩემ შემთხვევაში მე ზუსტად რას ვლაპარაკობ, რომ აღქმა ყველაფერი და არა მოვლენა. მოვლენა თავისთავად მოხდა მაგ დიაგნოზს და ჩემ მოედანზეა ეხა უკვე ბურთი, მე ამას აღვიქვამ ტრაგედიად და მომივა თავში სულ ტრაგიკული ფიქრები, თუ ამას აღვიქვამ როგორც კი ბატონო, ნუ აღვიქვამ შესაძლებლობად, აგასაც არ ვამბობ. უბრალოდ აღვიქვი ჩვეულებრივი მოვლენა რა, გაწვიმდა. იგივე სულელურ მაგალითს მოვიყვან რა. გაუფასურება რაღაცეების ჩემი საყვარელი ტაქტიკა. შენს ფრაზას დავესესხებ ისევ რა. ეტლამდე მოსწრება. რას გულისხმობ, მოდი ვინც არის ის გითხარი და უცებ გკითხავ, რაც იმ მომენტში გინდოდა ეგ თუ მოასწარი უკვე. მოდი უკნიდან დავიწყებ პასუხს. ეს ეტლამდე მოსწრებაში გულისხმობ ეტლი, რა ქვია მაგ ეტლს? ხო, ეტლი. არა, ხო, ანუ როგორ ავხსნა, რომ ეს რა ქვია, ცხენებიან ეტლს აგულისხმობ რა. ანუ ეს ინვალიდის ეტლი. ხო, შიშმ პირის ეტლზე მაქვს საუბარი. ეგ ფრაზა მაგას ვამბობდი 20 წლის წინ რა და ეხა იქ სადაც შენ ეს მოისმინე, ის ადამიანი ვის მაგას მეკითხებოდა, ჩემი 20 წლის წინანდელი მეგობარია და ახსოვს რას ვლაპარაკობდი და ეგ გამახსენა. იმის მერე ძალიან დიდი ხანია ეგ აზრი თავში არ მომსვლია, უბრალოდ აღარ შეუწუხები ვარ, მაგრამ მაშინ ეგ განცდა მქონდა, აი ეგრე დავაფორმულირე ეს თქვა ჩემ ტვინში ყველაფერი, რომ მიზანი არის რომ რაღაცები მოვასწრო ეტლამდე, იმიტომ რომ ესე დავაკავშირო რომ ეტლი არის კლასიკურად და პირდაპირ გაგებით მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობები და მოდი სანამ მაგ შესაძლებლობები მანამდე რაღაცები მოვასწროთ. რა შეიძლება ყველაფერი მოვასწარი თუ არა, ზუსტად მაგას ვსაუბრობთ. ვერ მოვასწარი, მაგალითად, ოღონდ ამ შემთხვევაში ეტლს ჯერ ეტლში არ ვარ, ჯერ კიდე თეორიულად მაგ. უშუალოდ არაბერ კავშირში ჩემი აზრით არ არის, მაგრამ ვერ მოვასწარი, რასაც ახლა ვსაუბრობდი. მაგალითად, ვერ მივახციე სასურველ კონდიციას ფინანსურად თუ შევხედავთ ჩემ ცხოვრებას, მოვასწარი თუ არა კარიერაში იმის გაკეთება, რაც მინდოდა, კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეტი აღარ მინდა, კიდე მინდა.
ანუ მინდაში გულისხმობ, რომ კიდე მგონია, რომ მაგ ღირებულება გასაცემი, კიდე მგონია, რომ მაგ ღირებულება შესაქმნელი, თუმცა რაღაც დონეზე მოვასწარი რა. ხო, ასე რომ მოდი ეს ვთქვათ, აღარ ეს ოზილის ნამდვილი ხედვა იყო რა, აღარ ვეჯიბრები ეტლს. ეხა უფრო ვფიქრობ და ნუცამაც ეგ მითხრა მაშინ, რომ ეხა უფრო ვფიქრობ ეტლთან ერთად როგორ გავაგრძელებ ამ ჩემი ხედვების განხორციელებას რა. ეხა მაგაზე ვარ უფრო ფოკუსირებული. ვა, საინტერესოა. ისე ადამიანი ახლა რომელიც გვიყურებს და უნდა კარიერაში გახდეს წარმატებული და ისეთ შემოსავალი გქონდეს, რომ უკვე რაღაც დამოუკიდებლად ითვლებოდეს რა ფინანსურად. რას ურჩევდი ისეთ ადამიანს, რომელსაც უნდა ეს ყოფილი, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს? საიდან დაიწყოს, ცოტა უნდა განმიმარტო მაშინ. ნახე, ვარ ადამიანი, რომელსაც მინდა ამ წარმატება მივაღწიო კარიერაში, რაღაც სახელი მქონდეს, რაღაც კომპანიის დირექტორი გავხდე ერთ დღეს, ფინანსურადაც დამოუკიდებელი მქონდეს და იმდენი შემოსავლე, რომ პარალელურად ჩემი პატარა საქმეებიც წამოვიწყო რა. ანუ ესე დიდი სურვილი მაქვს, რომ აი აქ მივიდე. მაგრამ მაგამდე გზა რაც არის, აი ვერ ხედავ, არ ვიცი რა უნდა გავიარო, როგორ დავიწყო, პირველი ნაბიჯი რა იყოს, დავიწყო კონსულტანტობით თუ ეგრევე კარგ სფეროში წავიდე პირდაპირ, რომ იქიდან უფრო მოკლე გზა მექნება. აი როგორ შემიძლია ეს პროცესი გავიარო შენი გადმოსახედიდან რა? ძალიან ესეთი რთული საკითხი წამოჭერი და მე ვფიქრობ, რომ არ გამომივა ძალიან ესე მკვეთრი რეცეპტის გამოწერა, ასე ვთქვათ. მოდი ესე ვიტყვი რა. ჩემ როდესაც მე ვიყავი, მოდი ვთქვათ, როცა მე ვიყავი მაგ ეტაპზე ცხოვრების და ვიყავი, იმიტომ რომ წარმოიდგინე, მე მგონი ყველასათვის ძალიან ნაცნობი სიტუაცია. უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე კონკრეტული პროფესიით, ანუ მე იქიდან გამოვედი იურისტი. ვსწავლობდი სამართალს, საერთაშორისო სამართალს, ხო? და შესაბამისად ჩემი ტვინი იყო მომართული, რომ მე ამ მიმართულებით უნდა შემექმნა კარიერა რა. პირველი რაც უნდა ქნა, ალბათ, უნდა დაიწყო მუშაობა. და მერე გამოჩნდება, რამდენად რეალურად ის გინდა, რაც უნივერსიტეტში გეგონა რომ გინდოდა, თუ რამე სხვა გინდა რა. მოკლედ იმის თქვა, რომ პირველი ნაბიჯი არის კეთება. რაღაცა უნდა გააკეთო იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გააქვს ინტერესი რა, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ვეტყვი და ამას ვეტყვი ცოტა ისე თავდაჯერები და დარწმუნებით რა, რომ ალბათობა რომ თქვენ რაც გეგონათ რომ გინდოდათ, აღარ გინდოდეთ, არის ძალიან მაღალი რა. მხოლოდ ძალიან პატარა პროცენტს ადამიანებისას დავარქმევდი უმართლებთ, რომ არჩეული მიმართულება უმაღლესი სასწავლების კუთხით ან პროფესიის კუთხით ისეთივე აქტუალური რჩება მათთვის შემდეგ რამოდენიმე წელიწადში, როგორც იყო, როდესაც ირჩევდნენ რა. ეგ როგორც წესი მეც აგერ დასტური ვარ რა. ჩემ მეუღლისთვის სამართალი როგორც იყო საინტერესო, ისევ არის დღემდე, ყველა საყვარელი საქმე და დღემდე მაგ მიმართულებით მუშაობს და მე მეორე კურსზე რომ შევეშვი მეცაინეობას და ოღონდ დამემთავრებინა მხოლოდ იმდეს ვაკეთებდი, იმის მერე არ გადამიშლია არც ერთი გვერდი სამართლებრივი დოკუმენტაციის რა. ასე რომ ხო, ეგ ის არის, არ არის გასაკვირი თუ 17-18 წლის ასაკში ვერ დასვით ზუსტად ის პროფესია, რაც გინდოდეთ. მაგრამ რაცა უნდა იყოს, უნდა დაიწყო კეთება, რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ ჯდომით და ფიქრით შანსი არ არის, არაფერი არ გამოვა რა. სულ ერთია, რამის კეთება უნდა დაიწყო, რაც იმ მომენტში ყველაზე რელევანტურად, ყველაზე საინტერესოდ, ყველაზე ჩამთრევად მიგაჩნია შენთვის რა. მე წარმოვიდგინე, რომ დაიწყო მუშაობა, ხო, ეხლა ჩემ ბებრულ წარმოდგენაში ეგრეა, დაიწყო მუშაობა კომპანიაში. ეხლა თუ მიზანი არის, რომ მაინდა-მაინც კარიერული საფეხურები გაიარო და რაღაც კარიერულ აღიარებას მიაღწიო თანამდებობის კუთხით, კიდევ ერთხელ მე არ ვიცი რა უნდა ქნა, მაგრამ მე მგონია, რომ
რასაც არ უნდა აკეთებდე ცხოვრებაში, აი საერთოდ რასაც არ უნდა აკეთებდე ცხოვრებაში, უტყუარი წამალია, უტყუარი პრინციპია ერთი, რომ აუცილებლად არ უნდა მოექცე სხვა ადამიანებს ისე, როგორც არ გინდა რომ მოგექცენ შენ. ეგ მგონია რომ ნებისმიერი რამისთვის არის უტყუარი წამალი. რა თქმა უნდა, სწავლა, რა თქმა უნდა, ცოდნა, განვითარება, იქ ეს, მილიარდი სხვა რამეა, მაგრამ აი ესეთ საფუძვლად რო ავიღოთ რა, უბრალოდ არასოდეს არ გაუკეთო სხვა ადამიანს ის, რაც არ გენდომებოდა რომ შენთვის გაეკეთებინათ. და რავი, თავს ალბათ ვერ დავდებ, მაგრამ 99%-იან გარანტიას ვიძლევი, რომ ამ პრინციპით ცხოვრებაში აღმოჩნდება, რომ ადამიანები არ გერჩიან და გეხმარებიან. დღევანდელი გადმოსახედით შენი აზრით უკვე იპოვე შენი საქმე? იცი, კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საქმე ნაპოვნია და სიმართლე რომ გითხრა, დიდი ხნის წინ გამიშთა ეგ განცდა, რომ მე ჩემ საქმეს ასე ვიტყოდი, ის საქმე, რაც ყველაზე დიდ რეალიზაციის განცდას მანიჭებს რა. კი, დიდი ხნის წინ ვიპოვე, ჩემთვის ყველაზე დიდი პროფესიული და არაპროფესიული როგორც გინდა რეალიზაცია და სიამოვნება მოაქვს ადამიანებთან ურთიერთობას, ადამიანებთან მუშაობას, გუნდის კონტექსტში მუშაობას, იქნება ეს მცირე გუნდი თუ დიდი გუნდი, იქნება ეს განყოფილება, იქნება ეს დეპარტამენტი, იქნება ეს სამკაციანი მიკროგუნდი, რაც არ უნდა იყოს, ანუ ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მოაქვს ამას. რაც შეეხება ეხლა რასაც ვაკეთებ, რა, ეს ახლად აღმოჩენილი გატაცება და სიამოვნება, რომელიც არ ვიცოდი, რომ თურმე ესე მაგრად მომწონდა და ესე მაგრად სიამოვნება, მაგრამ აქაც დავდივართ ადამიანებამდე. მე დღეს განცდა მაქვს, რომ რაღაცას ისეც ვაზიარებ ჩვენი პოდკასტით, რაღაცა ისეთ ღირებულს ვეუბნები სხვას, რომ ისევ იმ ადამიანს შესაძლოა გამოადგეს რამეში რა. ასე რომ კი მე მაგხრივ ზოგადად აღარ მაქვს, ალბათ უკვე დროა რომ აღარ მქონდეს 45 საათში, მაგრამ აღარ მაქვს ასე ვთქვათ ამოუსებელი წერტილები, რა ზუსტად ვიცი, რა სად შემიძლია ღირებულების შექმნა. წარსულში რომ შეგეძლოს დაბრუნება, რამე მოვლენას წაშლიდი? არაფერს აბსოლუტურად. აბსოლუტურად არაფერს არ წავშლიდი, როგორი ცუდი მოვლენაც არ უნდა ყოფილიყოს. ხელს არ მოვკვიდებდი არაფერს, იმიტომ რომ Butterfly Effect-ი ნანახი გაქვს ფილმი? არა, მაგრამ ხვდები. ხო, ანუ რამე რო შემეცვალა, რაღაცას ბევრ რაღაცას ვცვლი, ესე იგი, ჩემ დღევანდელ მოწამულობაში. დღეს მე საკმარისადზე მეტად ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით იმისათვის, რომ რაღაცა თუნდაც ძალიან არასასიამოვნო შემთხვევის გაქრობით ეს დავაყენო რისკის ქვეშ, გაამორიცხული ამბავი არა. კარგი, ნენო უკვე ბოლოში გავდივართ და ეხლა დავამატე ახალი რუბრიკა და მოეწონა ჩემ გამომწერებსაც რა და მგონი გავაგრძელებ. ბევრ პოდკასტებში შემიჩნევია, შეიძლება შენცდა და ბოლოს სტუმარი უტოვებს მომდევნო სტუმარს კითხვას. და შენ ეხლა რა კითხვა შეგხვდა? უი. ესე იგი და ვინ იყო აღარ მახსოვს, რა კითხვა შეიძლება? ჯერ არ დადებულა ეგ ეპიზოდი. და მაგით შენ არ ვიცი, კი. ესეთი კითხვა მოვიდა შენამდე. ამ წამს რომ მქონდეს ზედმეტი $10,000, რომელიც არაფერში არ გჭირდება, რას გააკეთებდი ამ ფულით? ცალსახად მას რა ქვია, ცალსახად საერთოდ კითხვა არ ჩდება, ცალსახად გავაკეთებდი ინვესტირებას საფონდო ბირჟებზე. ეხლა ეს ძალიან ზოგადი პასუხი გავეცი, მაგრამ ჩემს სასურველ პორტფელში დავამატებდი $10,000. ამაზე უკეთეს მე მართლა არ, ანუ თუ ადამიანს არ გაქვს რაღაცა კონკრეტული რა ქვია პროექტი, რომ მე ხა $10,000 ვიყიდი ამას და გავყიდი $20,000 და ძალიან კონკრეტული და მე არ მაქვს ეგეთი არანაირი კონკრეტული პროექტი რა, ასე ხელის გაუმძლევრად რომ პოტენციურად შემოსავალი მქონდეს ცალსახად ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირებას განვაგრძობდი, მოვახდენდისაც ვერ ვიყავ. უბრალოდ დავამატებდი პორტფელს ფულს რა. ძალიან მაგარი. მადლობა, ძალიან დიდი. მადლობა შენ. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ეპიზოდს. აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.